საქართველოში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით. მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგებით 13 საათსა და 31 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები თბილისშიც იგრძნობოდა, გრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ისტორიული შეკრება ასე უწოდა ნაციონალური მოძრაობის ყრილობას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამნისტიის კანონპროექტი, დაკავებები და ახალი მთავრობის პოლიტიკური კურსი. ამ თემებზე ისაუბრა შეკრებაზე საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, არ შეიძლება ერთდროულად დაიჭირო ის ადამიანები, ვინც ახალი ევროპული ინსტიტუტების შექმნა და თან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქრო. ქრისტიანულ ეკლესიაში როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის განცხადებას, როდესაც მან პოლიციელებს მოუწოდა, რომ არ დაემორჩილონ კონკრეტულ ბრძანებებს? არა, ესე არ იყო, მე მოდი დავაზუსტოთ, ეს არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და როდესაც ის თქვა შეახსენებს მოქმედ პოლიციელებს მათ მოვალეობას ელემენტარულად არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს, აქ მე არანორმალური არაფერი არ არის. მან თქვა ის, რაც ნიურნბერგის პროცესიდან არის ცნობილი, რომ დანაშაულებრივი ბრძანება არ უნდა შეასრულო. არა საერთოდ ბრძანებები არ უნდა შეასრულო, არამედ დანაშაულებრივი. დანაშაულებრივი ბრძანების ტოლფასი ნამდვილად არის, როდესაც საჯარო დაწესებულებებში თანამდებობის პირებს, მოხელეებს, ადამიანებს ნორმალური მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და პოლიციას კი ბრძანება აქვს მიცემული არ ჩაერიოთ. ჩვენ კოჰაბიტაციას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, ეს არ არის უბრალო სიტყვა, კარგად უნდა გვესმოდეს. კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სტაბილური თანაარსებობა და ამ ქვეყანაში იყოს სამოქალაქო მშვიდობა და სიმშვიდე. ამიტომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა კარგად გვესმის და კარგი იქნება თუ დღევანდელი ხელისუფლებაც უფრო კარგად გაიაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება.